ქართული ენის, ისტორიის, ფოლკლორისა და ყოფითი კულტურის ნაშთები ბურსისა და მარმარილოს ზღვის რეგიონების პროვინციებში. 20 დღის განმავლობაში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლებმა ათობით ქართული სოფელი შემოიარეს და 140 წლის წინ საქართველოდან გადასახლებული მუჰაჯირების შთამომავლების მეტყველება შეისწავლეს. მასალის საბოლოო დამუშავებამდე ლინგვისტებმა ჩვენებურთა მეტყველების თურქულ გარემოში შეძენილი თავისებურებების შესახებ პირველი შეფასებები ჩვენს გადამღებ ჯგუფთან გააკეთეს. ჩემი კოლეგა რუსლან აბაშიძე ექსპედიციის მონაწილე იყო დროს რეპორტაჟი თურქეთიდან. 80 წლის მოხუცმა გიუნენის პროვინციაში ჩვენებურებს შორის სახელი საკუთარი ხილით დამზადებული იარაღებით გაითქვა. ბათუმიდან ჩასული პროფესორების ყურადღება მან კიდევ იმით მიიპყრო, რომ ბავშვობაში უფროსებისგან ლექსად მოსმენილი ამბები ყველაზე უკეთ ახსოვს. ჩვენ ოსმალით დადაცა თეთრი შესლიაც ვერშიო. ასანი ჯიგჯიგისარი უყურავს კახის ვერში. ქერიმია აზმანია გაბულავს ყველას გარში. ნეშათი ხრუტუნავს გალა ჯამბაზით ხეში. ნადური ლექსი პროფესორ მამია ფაღავას ჩანაწერების როლში ერთ-ერთი გამორჩეული მასალა იქნება იმის გასარკვევად, თუ რომელ დიალექტზე საუბრობენ მარმარილოს და ბურსას რეგიონის პროვინციაში მცხოვრები მუჰაჯირების შთამომავლები 140 წლის შემდეგ. ერთ-ერთი ინფორმატორს ვეუბნებოდი, რომ კარგი სახლი გაგიკეთებია მეთქი და სულ უბრალოდ გავაკეთეო. ყველანი ქალაქში წავიდნენ და სახლი მარტო მაგ დარჩენ. სულ უბრალოდ. ანუ იმის თქვა მინდა, რომ ესეთი ლექსიკური ერთეულები შეგვდება თითოეულა, რომ მარტო ამისთვის ხრის ახლა გზებზე სიარული და ერთი სიტყვაც რომ ნახო და ერთი კარგი რესპონდენტი ქართულად მოლაპარაკე, ისიც ძალიან კარგი რამ არის. საუკუნე ნახევრის წინ განმოსახლებული მუჰაჯირების შთამომავალთა უმცროს თაობამ ქართული არ იცის. ექსპედიციის წევრთა რესპონდენტები ძირითადად უფროსი თაობის ჩვენებურები არიან. ამიტომ მათ მიერ ქართულად წარმოთქმული ყოველი ფრაზა ლინგვისტებისთვის ფასდაუდებელ მასალას წარმოადგენს, რომ მიაკვლიონ უნიკალურ ენობრივ ფორმებს, რომლებსაც საქართველოში უკვე აღარ იყენებენ, მაგრამ თურქეთში მუჰაჯირების შთამომავალთა მეხსიერებაში ჯერ კიდევ ცოცხლობს. ლაზიაო. ჰემშინიაო. ქართული აღარ ისმის ხატილას ხეობაში და აღმოჩნდა, რომ ხატილელ მუჰაჯირებს შეუნახავთ ქართული მეტყველება და ჩვენ წელს გავხდით და შარშანაც ექსპედიციების დროს მოვწმე, რომ მათ შეუქმნიათ აქ სოფლები, ზემო ხატილა, ქვემო ხატილა და ორივე ხატილა ქართულად ლაპარაკობს. პროფესორი მამია ფაღავა ქართული ენის სამხვრული კილოების კვლევაძიების 25 წლიანი გამოცდილებით ასკვნს, რომ იმერხევის, ტაოს, კლარჯეთის და აჭარისწყლის ხეობის ჩვენებურების სხვადასხვა დიალექტზე საუბრობენ და რა იმერხეულზე, როგორც ეს აქამდე იყო მიჩნეული. ახალცაცხოვრის სოფლები აუშენებიათ და დასახლებულან კომპაქტურად. აი ქობულეთლები ცალკე, ბათუმლები ცალკე, აჭარისწყლის ხეობის მოსახლეობა, იგივე აჭარლები ცალკე, მაჭახლელები ცალკე, შავშელები ცალკე, შეუძლებელი არის, რომ ამათი მეტყველება ერთიან ერთეულად გავიაზროთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენებურების მეტყველებამ წლების განმავლობაში თურქულ გარემოში ლექსიკურ, ფონეტიკური გარდაქმნები განიცადა, მათ საუბარში ლინგვისტები ადვილად პოულობენ მსგავსებას აჭარულ, იმერხეულ, კლარჯულ და ტაურ დიალექტთან, რაზეც მუჰაჯირები სამშობლოდან გადასახლებამდე საუბრობდნენ. ლექსიკური ერთეულები განსხვავებულია, მაგალითად იტყვიან, რომ აჭარაში გოგოს პრატ ეუბნებიან, ჩვენთან გოგო იტყვიან, ბაღვი იტყვიან, აი ართვინიდან მოსულები ამბობენ, რომ ბახალას ვეტყვით გოგოს ბავშვებს ღარჭი ვეტყვით და ასეთი თავისებურება აქვს ლექსიკას და ამას თვითონაც ამჩნევენ. ლექსები, ანდაზები, შელოცვები და ყოფითი ამბები, რითაც მარმარილოს და ბურსის რეგიონის ათობით სოფელში ჩვენებურებმა სამეცნიერო ექსპედიციის წევრებს ენობრივი თავისებურებები გააცნეს. მნიშვნელოვანი მასალა იმ მეცნიერებისთვის, რომლებიც ჩვენებურების ქართულის გრამატიკული ფორმების ანალიზით არიან დაინტერესებული. სწორედ ამ მიზნით ჩაერთო ექსპედიციაში ბათუმის უნივერსიტეტის დოქტორანტი თამარ ჩოხარაძე. ჩემი სადისერტაციო ნაშრომი არის სახელი სამხვრულ კილოებში. მე მეძლევა საშუალება დავაკვირდე ამ სოფლების მეტყველებას. აქ გვხდება აჭარიდან, კლარჯეთიდან, შავშეთიდან გადმოსახლებული ქართველები და მათ დაკვირვებით შეიძლება სხვადასხვა თავისებურებების გამოვლენა. მაგალითად, სახელის ფორმა, ბრუნვის ნიშნები, სახელის ფუძე, რიცხვი და ასე შემდეგ. თურქეთში გადარჩენილი ძირძველი ქართული დიალექტური ფორმები, რომლებსაც სამეცნიერო ექსპედიციის წევრები ერთ მონოგრაფიაში მუჰაჯირებს
საგანმანათლებლობაში გამოაქვეყნებენ ცნობილი ქართველოლოგის ნიკომარის ნაშრომის შემდეგ პირველი სპეციალური შრომა იქნება, რომელიც ჩვენებურების ქართულის თავისებურებებს აღწერს. ლინგვისტების გარდა ეს ნაშრომი მნიშვნელოვან სამსახურს ეთნოკულტურის საკითხებზე მომუშავე მკვლევარებსაც გაუწევს.